გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიგი და ეს არის ჩემი ბლოგი Home Journey 105. როგორც იცით, მე ვაშენებ ჩემს სახლს და ერთ-ერთი ჩემი ვიდეოს დაპოსტვის შემდეგ ერთ-ერთმა გამომწერმა დამისვა ძალიან კარგი კითხვა. რომელი სახურავი არის უკეთესი სახლისთვის? პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ყველაფერი არის თქვენს ბიუჯეტზე მარტივად რო თქვათ დამოკიდებული და ასევე არქიტექტორი ყოველთვის გეკითხებათ როგორი გადახურვა გსურთ. პირველ რიგში მან უნდა მიიღოთ ყველაზე მთავარი მონაწილეობა და რატო ახლა ამასაც ავხსნი. პირველ რიგში როცა თქვენი არქიტექტორი გააკეთებს გეგმარება სახლი იქნება სამკუთხედის ფორმის თუ რა ფორმისაც არ უნდა იყოს შემოგთავაზებთ ბრტყელ ან ამ შემთხვევაში სხვანაირ გადახურვას და გეკითხებათ რა მასალით გადაიხურება ეს იქნება თუნუქი ეს იქნება კრამიტი თუ ეს იქნება ბრტყელი ბეტონის დასხმა ამ შემთხვევაში. თქვენ უნდა იცოდეთ ამ შემთხვევაში ყველაფრის ფასები. პირველ რიგში ავიღოთ თუნუქი არის ყველაზე იაფი და ბიუჯეტური ვარიანტი, კრამიტი არის პრემიუმ ხარისხი და ხელობაც და მისი დაგებაც ძალიან ძვირიჭდება, იმიტომ რომ მყარი კონსტრუქცია ჭირდება, ხოლო ამ შემთხვევაში მონოლითურ კონსტრუქციაზე ბეტონის დასხმა ძირითადად არ ზრდის კოლოსალურად ხარჯებს. თუმცა მასაც აქვს თავის დამატებითი ფენები, რომელიც ჭირდება აუცილებლად, ამას უკვე დეტალურად განვიხილავ ვიდეოს გაგრძელებაში. პირველ რიგში ავიღოთ ახლა თუნუქის მეტალის გადახურვა, მოდი ესე დავარქვათ, მეტალის გადახურვა. რა არის მეტალის გადახურვის პლუსები და მინუსები? მოდი დავიწყოთ ესე. მეტალის გადახურვა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ არის ბიუჯეტური და ეს არის პირველი მისი პლუსი. იაფია. სწრაფად და მარტივად მონტაჟდება, მეგობრებო. ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება და ბევრ ფერს და ფორმას ნახავთ, რომელიც შეიძლება თქვენ მოგეწონოთ. აი ზუსტად ეს პლუსები აქვს ამ შემთხვევაში, მხოლოდ მეტალის გადახურვას, მაგრამ ახლა გადავიდეთ უკვე მინუსებზე. მინუსებში როგორ ვართ? წვიმის დროს საკმაოდ ხმაურობს და თუ არ აქვს კარგი ხმის იზოლაცია გაკეთებული და აქვს ტანჯავს ძილის დროს, მით უმეტეს თუ ახლოს გვაქვს ამ შემთხვევაში სახურავი ჩვენ თავთან, ჭერის სიმაღლეზეც რა თქმა უნდა დამოკიდებულია, მაგრამ მაინც. სიტყვამ შეიძლება დააზიანოს, გექნებათ მანქანები ნანახი, როცა ძლიერი სიტყვის შემდეგ პატარა ჩაღუნულებითა იგივე არის, რადგან ეს ჩვენი თუნუქი მარტივად რო ვთქვა, ზუსტად იგივე სისქისაა, რაც მანქანები. რა თქმა უნდა, ესეც თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული, რა სისქისას აიღებთ და რა თქმა უნდა, მე შეიძლება უფრო მყარიც იყიდოთ, მაგრამ მაინც რო იცოდეთ ზიანდება. თუ იზოლაცია არ გააკეთეს სწორად, ზაფხულში გადაგახურებთ თავიდან ბოლომდე. თბო იზოლაციაზე არის ახლა საუბარი და მარტივად რო ვთქვათ, ასევე თუნუქის გადახურვას ჭირდება მემბრანა საცრემლების გაკეთება, რადგან კონდენსატი წარმოიქმნება დაბლიდან ცივი ჰაერი თუ არის და ზევიდან თბილი, ამ შემთხვევაში ნესტი შეიძლება წარმოიქმნას, შეიძლება რომ ეს ხის კონსტრუქცია, რაზეც არის აგებული ეს თქვენი თუნუქის სახურავი, გაფუჭდეს და შემდეგ ძალიან ბევრი კონდიცია უნდა დაიცვათ იდეალურად და უნდა იყოს გაკეთებული იდეალურად, რომ თქვენ ამ სახურავმა მინიმუმ 5-10 წელი არ შეგაწუხოთ. აქ მინიმუმზე საუბრობ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირად ვაწყდები საქართველოში ესეთ რაღაცას. რომ აქვთ გაკეთებული ესეთ სახურავი, მაგრამ აქვთ ძალიან დიდი პრობლემები. ქარის დროს მთლიანი სახურავი ჭრიჭინებს ან ბზუის. რას ნიშნავს? ამ შემთხვევაში სადაც ქარი ისე ურტყავს, რომ ძალიან ცუდი ხმარი, წვიმის დროს ტკაპატკობს და შემდეგ აღარ ვიტყვი. ეს არის ამ შემთხვევაში ამ სახურავის მინუსი. მე ყოველ შემთხვევაში თუნუქზე, პირდაპირ ესე დიდი X გეუბნებით, რომ არ ვარ გა. შემდეგი, ამ შემთხვევაში გავუყვეთ უკვე მეორე ნაწილს, რაც არის კრამიტი. აქ უკვე კლასიკასთან გვაქვს საქმე, თუნდაც სიყვარულის ქალაქში, სიღნაღში თუ ჩახვალთ, ყველაფერი არის კრამიტით მოწყობილი და არის ძალიან ლამაზი. თუ ესთეტიკაში ჯდება და დიზაინში ყველას ეგრე აქვს, რატომაც არა და ბიუჯეტი ხელს გიწყობთ, ძალიან ლამაზი იქნება, ძალიან კარგი იქნება. ძალიან გამძლეა, მარტივად რო ვთქვათ, 50 წელზეც მეტი შეიძლება იმუშაოს. ბუნებრივი მასალა ეკოლოგიურად სუფთა არის და საზიანო არაფერი არ აქვს. სითბოს უკეთ ინახავს და ზაფხულში არ ხურდება და ამ შემთხვევაში თქვენამდე არ ჩამოდის არანაირი ისეთი კრიტიკული სიმხურვალე, რომ თქვენ რაიმით შეწუხდეთ. მარტივად რო ვთქვათ, არის ძალიან ლამაზი, პრაქტიკული და პირველად სადაც ყველაზე ლამაზად გაკეთებული მომეწონა ეს იყო ჰოლანდიაში. მან კიდე რაღაც სხვა სტილი აქვს დამატებული, ამ კრამიტზე, პლუს ყავთ, პლუსი აქვს ის, რომ გაშვებული აქვს ბალახი. მარტივად რო ვთქვათ, ვისურვებდი ის გამოთქმა რა მე რო არის რა.
ეს ჰოლანდია არა ეს ზუგდიდიაო, აი რო ჩავალ ზუგდიდში, სიტყვაზე ვთქვათ, აი პროსტა უბრალოდ ის მემი ამომიტივტივ და აი აქ ჩავსოვ ხა. რო ზუგდიდში რო ჩავალ, აი ესეთი ჰოლანდიური სახურავები მხვდებოდეს, რომ ყველას ისე კონდეს ფინანსური მდგომარეობა, რომ ეკოლოგიაზე და ბუნების სილამაზეზე ერთიანად კონდეს ყველას თვალები მიბჯენილი. შემდეგი, მინუსები, ძვირია, მძიმეა. ძვირი იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ფინანსები კარგად უნდა კონდეს გათვლილი ამისთვის. მძიმეა, სახურავის კონსტრუქცია უფრო მტკიცე უნდა იყოს 100% და მონტაჟიც ძვირი ჯდება. ამ შემთხვევაში ხელობის ფასი არის სასტიკად ძვირი, რადგან ამას სჭირდება ნამდვილი პროფესიონალი. რჩევა ესეთია და შეფასება. თუ გინდა ხარისხი ესთეტიკა და ხარ მზად მეტი ინვესტიციისთვის, კრამიტი საუკეთესო არის, რადგან როგორც წეგან მოგახსენე 50 წელი ან შეიძლება მეტიც იყოს ისე, რომ საერთოდ არანაირი პრობლემა არ კონდეს, თუ იგი არის იდეალურად გაკეთებული. ხოლო თუ ნოქსე წეგან გითხარით 5-10 წელი, მეტი მე არ მინახავს ამ შემთხვევაში ისეთი თუნუქი და ისეთი გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში ბოლო 3 წლის მანძილზე, იმიტომ რომ სახლების აშენების პროცესს რაც უყურებ, ყველას რაღაც პრობლემა აქვს ხოლმე. ხის კონსტრუქცია აუშენეს ძალიან სუსტი. რა თქმა უნდა, ხარისხი თქვენ თვითონ უნდა აკონტროლოთ, მეგობრებო, მაგრამ კეთილსინდისიერი ხალხიც უნდა ყავდეთ ამ შემთხვევაში, რომ ესეთი რაღაცები არ მოხდეს რა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პრობლემა არ გექნებათ თქვენ. მაგრამ მე მინდა რომ მაინც გაგიზიაროთ ძალიან ბევრი მინუსი და პლუსი შეიძლება გქონდეს თუნუქს მაგის გარდა კიდე რაც მე ახლა ჩამოვთვალე. მინუსი იმას ვიტყვი, რომ ქვეწარმავლები ძალიან ხშირად დაცოცავენ კედლებზე და ყველაზე სუსტი წერტილი არის თუნუქის ხოლმე, თუ იგი კარგად არ არის, შეიძლება ხვლიკი ნახოთ ერთ დღეს სახში, შეიძლება მწერები შემოდიოდნენ. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი სამწუხაროდ, რო არ ვიცოდი, არ ვიტყოდი. შემდეგი, რაც უკვე არის ჩემი გადახურვა, ეს არის რულონური გადახურვა. ამ შემთხვევაში ჩემთან არის ბეტონის ფილა ზევიდან და რულონურ გადახურვაში შედის ეგრეთ წოდებული ტოლის დაგება. პლუსები, იაფია, სწრაფად კეთდება, სარამონტო ფართებზე და არასაცხოვრებელ ნაგებობებზე იდეალური არის. მაგრამ ეხლა უყურეთ ჩემი კუთხით რატო არის ამ შემთხვევაში ბეტონის გადახურვა ჩემთვის იდეალური. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთან არაა დითოლობა, მეორე რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მე მინდა ეს ჩემი სახურავი ავითვისო როგორც დიდი ვერანდა. შესაბამისად, დღეს მე ფული არ მაქვს იმისი, რომ ზევიდან ეხა რაღაც ქვა დავაგო და სასიარულოდ გავხადო, მაგრამ მე მაქვს ამისი პოტენციალი მომავალში განსაზღვრული, რომ იგი იქნება ჩვეულებრივი ვერანდა, იმიტომ რომ ხედი მაქვს მთელ თბილისზე, რუსთავზე და რავი, ლამისა გარდაბანს ვხედავ აქედან. შესაბამისად, ესეთი რაღაცის გამოყენება შემიძლია ბრტყელ გადახურვაზე, ხოლო ამ შემთხვევაში კრამიტზე და თუნუქზე ამით ვერ ისარგებლებ. პირველ რიგში აი ესეთი პლუსები აქვს, თუმცა აქვს კიდე სხვა მიზეზებიც. ტოლით გადახურვა არ გამოიყურება ესთეტიურად, დროთა განმავლობაში შეიძლება გაჟორნოს, რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერმა. სითბოს და სიცივის იზოლაცია არის სუსტი, ზუსტად ამიტომ იატაკ ქვეშ, ბეტონი როცა დაესხა, შემდეგი პირი არის XPS-ის დალაგება, შემდეგ უკვე მოხვეწა ეგრევე წოდებული სწიაშკა კეთდება და აი შემდეგ ეგება უკვე ტოლი. და რას გვაძლევს ეს? თბოიზოლაცია ჩვენთან იქნება იდეალური. ხმას ისედაც არ გაატარებ და ბეტონი არც წვიმისას არც არაფრისას. ერთადერთი კიდე რისკ ფაქტორი, რასაც მე მივიჩნევ, ზამთარში დიდთოვლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, რომ ეს ბრტყელი გადახურვა იმდენ თოვლს და ასე შემდეგ ვერ გაატარებს და რა თქმა უნდა ახვიდეთ და გადახვერდოთ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია და ფართო მასა არის თოვლის, მით უფრო მეტი დაწოლა აქვს ამ შემთხვევაში სახლის კონსტრუქციაზე და დაზიანება რო არ მოხდეს, ჯობია რომ თქვენით უბრალოდ ახვიდეთ და გადაფერთხოთ. ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან, მარტივად რო ვთქვათ, და პრაქტიკული და მომავალში, აი ხა ტოლი რაც არის დაგებული ამ შემთხვევაში, ორი პირი ტოლი ეგება, პრაიმერი ესმევა ამ შემთხვევაში უკვე გასწიაშკებულ ზედაპირს, პრაიმერი არის სპეციალური, ესე ვთქვათ, საიზოლაციო, რაზეც პირველი პირი ტოლი ეგება, მერე მეორე პირი ტოლი ეგება უკვე პირველ პირზევიდან, მერე კუთხეები უკეთდება, იაფის ამონება, არაფერი არ ჯდება, მეგობრებო,
მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომავალში აი რომ დამჭირდეს ზევიდან რაიმის გაკეთება, რო სასიარულო გავხადო ძალიან მარტივი იქნება ჩემთვის და რატო? კიდე ერთ პატარა სიაშკას გავუშვებ, რომელიც იქნება სადაც 7 სანტიმეტრი ქანობით, მარტივად რო ვთქვათ და შემდეგ შემიძლია ზევიდან უკვე მეტლახი ან რავი ნებისმიერი ქვა დავაგო, კიბები გავუკეთო და ჩემ მეგობრები როცა მოვლენ ან ოჯახის წევრები როცა ვიქნებით, ავიდეთ მეორე სართულზე ზაფხულის პერიოდში საღამოს დროს, ან ლუდი ვწრუპოთ, ან ვიჯდეთ უბრალოდ ნიავზე და ვლაპარაკობდეთ. არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. Ну, ეს ეხლა ჩემი მიკერძოებული აზრივით ჩანდა, მაგრამ რეალურად მე რა პერსპექტივაც დავინახე, ზუსტად ის გითხარით თქვენ, არაფერი პირადული. შემდეგი, ამ შემთხვევაში პლუსები არა, ბოდიშით. ეგრეთ წოდებული შიფერის გადახურვა. შიფერის გადახურვა დღეს ძალიან ცოტა აკეთებს, მაგრამ მაინც აკეთებს და მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. პლუსები ის აქვს, რომ იაფია გამძლეა და ადვილად ხელმისაწვდომი არის ყველგან. მინუსები ასბესტს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. არ გამოიყურება თანამედროვე ეს მეორე, მტრიანია და ადვილად ფუჭდება. სილაში, ანუ მარტივად რო ვთქვათ, თუ არ არის კარგი დამაგრებული ქარის დროს, იგი შეიძლება თამაშობდეს და ეგრევე გატყდეს. სეტყვის დროს თუ სეტყვა ძალიან ძლიერი არის, იგი აუცილებლად გატყდება და შესაბამისად შესაძლებელი იქნება. Ну, მარტივად რო ავიღოთ, არ გირჩევთ, მარტო იმიტომ, რომ ასბესტი თქვენი ჯანმრთელობის დამანგრეველი იქნება, მეგობრებო. თუ გინდათ დაგუგლეთ, ძალიან ცუდი რაღაცა არის. მარტივად რო ვთქვათ, არ გირჩევთ შიფერს, იქიდან გამომდინარე, რომ ფასი ძალიან იაფია, მაგრამ კაპიკად არ ვარგა. ხოლო, მოდი შევაჯამოთ ახლა ეს ჩვენი საკითხები. შეჯამების კუთხით მინდა ვთქვა ის, რომ მეგობრებო, ფინანსები ყველას აქვს ინდივიდუალური და ყველაფერი რა თქმა უნდა არის თქვენს ჯიბეზე დამოკიდებული. თუ თქვენ გააქვთ იმის საშუალება, რომ თქვენ გააკეთოთ ეკოლოგიურად სუფთა და მოგწონთ სამკუთხედი გადახურვა, ჩემი აზრით იქნება კრამიტ იდეალური ვერსია თქვენთვის, ხოლო თუ თქვენ გსურთ ამ შემთხვევაში ძალიან იაფად გადახუროთ, რადგან ფინანსები არ გიწყობთ ხელს, თუნუქ იქნება თქვენთვის კარგი გამოსავალი, ხოლო მომავალში თუ ხედავთ პერსპექტივას, რომ ზევიდან გააკეთოთ ლამაზი ვერანდა, სადაც შეძლებთ ხოლმე დასვენებას, ამ შემთხვევაში თქვენთვის რულონური გადახურვა ანუ ბრტყელი სახურავი იქნება იდეალური. ახლა მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თუ ვინმეს გაქვთ თუნუქის გადახურვა, როგორ უმკლავდებით თბოიზოლაციას? ან რა გააკეთეთ ხმის იზოლაციისთვის? ნებისმიერი თქვენი კომენტარი იქნება საინტერესო და პრაქტიკის გაზიარება, რა პრობლემა გქონდათ და რითი მოაგვარეთ. ეს იყო ჩემი გადაცემა ამ შემთხვევაში Home Journey 105-ზე, დაგიბრუნდებით შემდეგ კვირაში, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ. მაქსიმალურად ვეცდები კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის გაგცეთ ხოლმე კითხვებზე პასუხი. თუ რამე არ ვიცი, უბრალოდ გეტყვით რო არ ვიცი და გადაგამისამართებთ სადაც საჭირო არის. ეს არის და ეს. გისურვებთ კარგ დღეს და აბა წარმატებები თქვენ.